25 წლის მონაცემებით დაიბადა სულ 37867 ბავშვი. რაც არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. შარშან პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბავშვების დაბადების რაოდენობა ჩამოწდა 40,000-იან ნიშნულს. პირველად დაიბადა შარშან წინ. შარშან წინ. 24 წელს პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაიბადა 39,300 ბავშვი. ამის შემდეგ უკვე 2025 წელს კიდე უფრო კატასტროფული მაჩვენებელი 39-დან ახლა 27,000-ზე ჩამოვედით. ანუ კლებისკენ მიდის. კლებისკენ, ოღონდ ეს კლება არ არის ერთ წელიწადში 2,000-ით. მოდი ახლა დავამატოთ თან ამ ინფორმაციას რაღაც რაც ამ სტატისტიკაში არჩას. აქ არის ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობა საქართველოში. ამას თუ გამოაკლებ სუროგაციის პროგრამით საქართველოში დაბადებული იმ ბავშვების რაოდენობას, რომელიც აქ აჩენენ უცხოელების დაკვეთით, რაღაცა ჩვეულებრივი ინდუსტრია გახდა ეგ და ეგ ცალკე მისახედია, რა უბედურება არის მართლა რაღაც ქალებს რო ინკუბატორად აქირავებენ. თან რა არის იცი უბედურება ბიჭო ეს ფემინისტური დებილი კანონები რა. ანუ შენ რო ეუბნები რომ პატრიარქალური ტრადიციული ოჯახი უნდა იყოს. მაგაზე გეჭხუბებია რომ თქვენ ქალი ინკუბატორად გინდათ, აი ქალი ინკუბატორად გინდათ, მაგას რაზე ამბობენ, იცი? აი ქალი რო დედა არის და დიასახლისი, მან ფუნქციით რო უყურებს. ფემინისტები ამბობენ რომ თქვენ ქალი ინკუბატორად გინდათ, აი მართლა ქალი რო ინკუბატორად უნდათ ტიპებს, აი პროსტა ქალს რო ქირავენ რომ შენ საშოში ბავშვს დაუძდით, ამ ბავშვს წავიყვანთ მე და შენ პროსტა ფულს მოგცემთ. აი მაგ ინდუსტრიაზე ხმას კი არ აიღებს ბიჭო, არავინ და ამ ციფრის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ეგრეთ დაბადებული ბავშვები, რომელიც საერთოდ გაიყვანეს მე საქართველოსთან. ანუ რეალურად ჩვენი მატება ამაზე ნაკლებია კიდე და გარდაიცვალა 44,000 ადამიანი. 44,300 ადამიანი, ანუ 7,000-ით მეტი გარდაიცვალა შარშან ვიდრე დაიბადა. შედარებისთვის 2014 წელს დაიბადა 60,326 ბავშვი. ანუ 38%-იანი კლება გვაქვს 11 წელიწადში. 60,000-დან 27,000-ზე ჩამოვედით. შობადობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება სიკვდილიანობას და წარმოიდგინეთ აი უბრალოდ ქორწინება განქორწინების სტატისტიკას შეხედეთ რა. 22,285 ქორწინება იყო და 13,173 განქორწინება. ანუ ნახევარი განქორწინება. ნახევარზე მეტი განქორწინება. 60% ოჯახებისა ფაქტიურად რაც იქნება, მაგ რაოდენობის 60% ინგრევა. ჩვეულებრივად ჩვენ მომსწრენი ვართ აი მიზან მიმართული ოჯახის ინსტიტუტის განადგურების. აი ოცნება. ოჯახი კი არა ერიხრება. ერი მოკვდება ამ პირობებში. სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობას და მოსახლეობა გაედინება. ჩვენ გვამცნობენ აი რაღაცა თითქოს გვახარებენ და გვილოცავენ ხოლმე რომ უძრავი ქონების ბაზარი იზრდება და კიდევ გაიზრდება ფასები და უცხოელები ყიდულობენ. ამ უცხოელების აქ უცხოელი მყიდველების აქაური ბინების შემოდინება იწვევს იმას, რომ ქართველისთვის შეუძლებელი ხდება ბინის ყიდვა. რატო ვეღარ მრავლდება ოჯახი? ხო, იმიტომ ვეღარ მრავლდება, რომ სადმე იცხოვროს. სუროგაციაზე, კომერციულ სუროგაციაზე ამორალური პრაქტიკა რა შეიძლება იყოს. კომერციული სუროგაცია. თუნდაც ქალთა უფლებების კუთხით. თუნდაც ქალთა უფლებების კუთხით, იმ ბავშვების უფლებების კუთხით, რომლებსაც კაცმა არ იცის რა ოჯახებში სად მიყავდა სადაშვილებენ ის ბავშვები რო იბადებიან და აი გვერდზე რო გადავდოთ ეგ მორალური კრიტერიუმებიც, ხო? იქ ქალები, რომლებიც ახლა სუროგად დედებად, ანუ სინამდვილეში ვიღაცა უცხოელი მდიდარი, გაუგებარი ხალხის ინკუბატორებად მუშაობენ. ეგ ქალები ხო აქ ვეღარ აჩენენ მაგ მომენტში ბავშვებს, არა ვიღაცას უჩენს ბავშვს, ხო? რომელიც უნდა წაიყვან. ანუ დემოგრაფიული პრობლემაც არის. თქვენ თვითონ დააყენეთ ინიციატივა 2 თუ 3 წლის წინ, რომ ეს არის გასაუქმებელი ამორალობა.
ევროპაში არ არსებობს, ევროპას ხო ეძრებიან, კაცო, ევროპაში არ არსებობს ქვეყანა, სადაც კომერციული სუროგაცია დაშვებული მარტო უკრაინაშია და საქართველოში. ანუ არავინ არ მოედავება, კარგისმეც არავინ არ ეტყვის და რავი, მადლობას ეტყვია, რომ კომერციული სუროგაცია იკრძალა. ბიჭო, ამ რაღაცა ამორალური უბედურების აკრძალვას რა უნდა? ამას რატო არ კრძალა? ამით ფულს აკეთებენ? ეგ არის დიდი ინდუსტრია, რომლითაც დიდი მაყუთი კეთდება საქართველოს. ხო და ფულს აკეთებენ? ანუ კითხვა, მაყურებელმა ხო უნდა დასვას კითხვა, რატო არ კრძალავენ სუროგაციას? კომერციული სუროგაცია რატო არ იკრძალება? ფულს აკეთებს მთავრობა? თუ სხვა რამე ახსნა? მთავრობა არ ვიცი, მაგრამ აი ვიღაცა მთავრობასთან დაახლოებული უეჭველი. მთავრობა, მაგას ქვია მთავრობა, ხო, მთავრობასთან დაახლოებული და მთავრობას რაღაცას უმაზავს. მაშინ ეგ გამოდის, ხო? აბა რაში აწყობს მთავრობას? რაში უნდა ეგ ამორალობა არსებობს? რაში უნდა ის რომ აი მაგაში ჩართული ქალები ვეღარაჩენ აქ ბავშვებს და დემოგრაფიასაც ვეღარაჩენ კი არა. უდი დღე ადგას. ეგ არის ხარჯია, რა რაღაცა იცი, აი ხო არის ფულსაკეთებ? არის რაღაცა სოციალური გარანტიები, არასაკმარისი ჩემი აზრით, მაგრამ არის შობიარე დედაზე, ხო? ანუ ბიუჯეტის ფულს ხარჯავთ, რომ რაღაცა შეღავათები კონდეს ქალს, რომელმაც ბავშვი უნდა გააჩინოს. ბიჭო, ეგ შეღავათები, აი ვიღაცა ქართველი რომ მიდის იქ და ბავშვს აჩენს, მაგ ადამიანს მეტი უნდა კონდეს ვიდრე ხარ, მაგრამ აი ვიღაცა უცხოელისთვის აქ ინკუბატორად მუშაობს და მაღაზე ხარჯავთ ბიუჯეტის ფულს, ეგეც ხო კიდე სალკე კითხვებს აჩენს რა. მე ახსნა არ მაქვს, აი ვერ ხვდები სხვა რა მოტივი შეიძლება იყოს ამას რო არ აუქმებდნენ გარდა იმისა, რომ თვითონ აკეთებენ ფულს. ვერ ხვდები. რატო არ უნდა აი რო გაიგერო? ანუ მოდი მაშინ თვითონ ახსნან სხვა. მაშინ მითხარით არ მოდი ასე დავაყენოთ საკითხი რა. საქართველოში აი ვიღაცებს რო აი უცბად რო რაღაცა ბევრი ფული აქვთ, ხო? აი პირდაპირ კითხვა ეგრე არ ჩდება, რომ აი საქართველოა ეს ხო არ არის ახლა მართლა რაღაც ისეთი ქვეყანა ხო არ არის, სადაც რაღაც ხელოვნურ ინტელექტს აკეთებენ იქ, რაღაც ჩიპი დაზგებს აკეთებენ, რაღაცები. ეგეთი ხო არ არის? აქ საქართველოში არის, რა ვიცი, ფული როგორ იშოვე, ეგეთი ფული როგორ იშოვე, ხო? რაღაცა ეგეთი საქმიანობებით კეთდება ფული. აქ საქართველოში კეთდება ვიღაცა სუროგაციის კანალი აქვს, ვიღაცას, რა ვიცი, call center-ები აქვს, ვიღაცას რა ვიცი, რაღაცა შემოაქვს პროდუქციას, იმას გააზავებს უფრო დაბალ ხარისხში შემოიტანს ბაზარზე. ქართული ბიზნესი